ტრამპის მშვიდობის საბჭო ოფიციალურად დაფუძნდა ეს ახალი გლობალური ორგანიზაცია, რომელმაც 1945 წელს დაარსებულ გაეროს უნდა გაუწიოს კონკურენცია. მიზნად მსოფლიოში ნამდვილი მშვიდობის დამყარებას, ომების დასრულებასა და ქვეყნების თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს. თუმცა, რამდენად გამოუვა მშვიდობის მყოფელ ტრამპს დავოსის სამიტზე გაჟღერებული მიზნების მიღწევა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ახლა ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება, დეტალურად ისაუბრებს თუ რა არის მშვიდობის საბჭო, რის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში და რატომაა ცივილიზებული სამყაროს გარკვეული ნაწილი მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ერეკლე საღამო მშვიდობის. ბექა საღამო მშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. გრენლანდიის საკითხზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებისა და ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების მოხსნის პარალელურად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპმა ყურადღება მშვიდობის საბჭოს დაფუძნებითაც მიიქცია. ეს ერთგვარი ორგანიზაცია, რომელმაც მსოფლიოში ომები უნდა დაასრულოს, შესაძლო კონფლიქტების დაწყება კი აღკვეთოს, საკუთარი ეფექტურობის დამტკიცებას ისრაელ-ჰამას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის განხორციელებით აპირებს. არც არის გასაკვირი, რომ საწყის ეტაპზე სწორედ ეს იქნება ქვეყანათა ახალი გაერთიანების მიზანი, რადგან ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია და მისი ბოლომდე მიყვანით მშვიდობის საბჭო გაეროსთან შედარებით მის უპირატესობას ოფიციალურად გააფორმებს. თუმცა, ვიდრე ღაზაში მშვიდობის დამყარების სტრატეგიას შევეხებით, რამდენიმე საინტერესო საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დავიწყოთ წევრი ქვეყნების რაოდენობით. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციაში ვიხილავთ 23 ქვეყანას, რომელთაგან 19-მაც დღეს მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. მათ შორის არიან ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და შორეული აზიის, ევროპისა თუ სამხრეთ ამერიკის რიგი სახელმწიფოები. თუმცა, გაცილებით საინტერესოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც ტრამპის მოწვევა მიიღეს, თუმცა უარი განაცხადეს გაწევრიანებაზე. საინტერესოა, რადგან ასეთ სახელმწიფოებს შორის ხვდებით დიდი შვიდეულის 4 წევრს: დიდ ბრიტანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და გერმანიას. ასევე უკრაინას, შვედეთს, ბელგიას, ნორვეგიასა და სლოვენიას. რაც შეეხება სახელმწიფოებს, რომლებმაც ჯერ ვერ გადაწყვიტეს როგორ მოიქცნენ, ასეთები არიან ჩინეთი, ესპანეთი, ირლანდია, კანადა, იაპონია და რუსეთი. სხვათა შორის, სწორედ პუტინია განხეთქილების ის ვაშლი, რომლის გამოც ამ ორგანიზაციას ახალ გაეროდ ქცევა ალბათ არ უწერია. ვიმეორებ, ტრამპი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნით ცდილობს, რომელშიც მის გარდა დიდი შვიდეულის არც ერთი წევრი არ იქნება წარმოდგენილი და ალბათ ეს ასეც დარჩება. თუმცა, პუტინი არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მიიჩნევა ეს ორგანიზაცია თავიდანვე პრობლემურად. ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოზე, რომელში მონაწილეობაც თითოეულ ქვეყანას ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი უნდა დაუჯდეს. წარმოიდგინეთ სომხეთის მაგალითი, ქვეყნის, რომლის ბიუჯეტიც ფისკალურ 2025 წელს 9 მილიარდ დოლარამდე იყო. ანუ ქვეყანამ ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის გამართვაზე თუ ხელფასების გაზრდაზე დასახარჯი ფული იმ ორგანიზაციას უნდა შესწიროს, რომელშიც დიდი შვიდეულის წამყვანი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და არავინ იცის რა უპირატესობას მიანიჭებს ეს მას თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. შედარებისთვის 2025 წელს სომხეთს გაეროსთვის მხოლოდ 238.000 დოლარის მოძიება მოუწია. 1 მილიარდიანი ერთგვარი ბარიერის დაწესება ორგანიზაციის ეფექტურობას თავიდანვე აყენებს ეს თქვენს, რადგან ქვეყნების უდიდესი ნაწილისთვის ამდენი ფულის მოძიება უბრალოდ არ იქნება შესაძლებელი და არც ის არის ნათელი, რატომ უნდა უღირდეთ მსგავსი კონტრიბუცია მათ. თანაც სულ რომ ამჟამინდელი 23 მილიარდიანი ბიუჯეტით ვიხელმძღვანელოთ, გაეროს მაინც მასზე თითქმის 4-ჯერ მეტი თანხები აქვს მობილიზებული ყოველწლიურად სხვადასხვა საჭიროებისთვის. დროა დაუბრუნდეთ ღაზას სექტორის საკითხს. უკრაინის შემდეგ მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილის საკითხს. მასზე დეტალურად საუბარი დღეს ტრამპმა თავის სიძეს და მშვიდობის საბჭოს აღმასრულებელი ბორდის წევრ ჯარედ კუშნერს მიანდო. დარბაზში დამსწრე საზოგადოებას კუშნერმა ერთგვარი PowerPoint-ის პრეზენტაცია მოუწყო, რომელიც დახუნძლული იყო ციფრებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათებით და უხვი დაპირებებით. როგორც ვიგებთ, მშვიდობის საბჭოს მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ღაზას უსაფრთხოება, დე-რადიკალიზაცია და რეკონსტრუქცია უნდა მოუტანოს. ასევე აქციოს ის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაწილად. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ღაზას სექტორის სრულად ახალ ზონებად დაყოფა. მთლიან სანაპირო ზოლზე 180 სასტუმრო აიგება. აშენდება ინდუსტრიული კომპლექსები და თქვენ წარმოიდგინეთ მონაცემთა ცენტრებიც. 1/3 გართობისა და დასვენების სივრცეებს მოხმარდება, ასევე 1/3 გამოიყოფა 100,000 საცხოვრებლის აგებისთვის, 200 სასწავლებლისა და 180 რელიგიური ნაგებობისთვის. არანაკლებ საინტერესოა, რომ ღაზას საკუთარი პორტი და
ლოგისტიკური ჰაბიც ექნება. ჩამურად ამ ყველაფრისთვის 40 მილიარდის გამოყოფაა საჭირო, თუმცა საიდან უნდა მოიტანონ ეს ართქმულა გარდა იმ 23 მილიარდისა. შეიქმნება ასევე 500,000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო ერთ ოჯახზე წლიური შემოსავალი 10 წელიწადში $13,000 მიაღწევს. ცხადია, ამისთვის აუცილებელია ჯერ ჰამაზის დემილიტარიზება, ოღონდ როგორ აპირებენ ამის მიღწევას, ეს არავის უთქვამს. ხაზა იქით იყოს და თუ კარგად დაუგდებდით ყურს ჩემს დღევანდელ ჩართვას, აშკარად იგრძნობდით, რომ ერთ-ერთი ქვეყანა ერთხელაც არ მიხსენებია. არადა ვის თუ არა მას ნამდვილად შეესაბამება მშვიდობის საბჭოს წევრობა, თუ გავითვალისწინებთ რა პოლიტიკასაც ატარებს მისი ხელისუფალი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრამპმა ომისაგან საქართველოს გადამრჩენელი ხელისუფალი ანტისაომარ ალიანსში არ მოიხმო. არადა მთლიანი სამხრეთ კავკასია პლუს რუსეთი მიიწვია. ეს თავად განსაზღვრეთ, რას უნდა ნიშნავდეს, თუმცა საფიქრალი მის იქითაც არ გვაკლია. ბოლო წლებში საქართველო გაეროს რიგით წევრ სახელმწიფოობამდე ჩამოქვეით და რომლის თვალწინად სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ახალ სტრატეგიულ მარშრუტებს აყალიბებენ და დავოსის სამიტზე აანონსებენ, რომ საქართველოზე გამავალი ტვირთები მალე სომხეთზე გადაინაცვლებს. იმასაც ამბობენ, რომ ლარსის ალტერნატივად ტვირთების პირდაპირ რუსეთ-აზერბაიჯანის მარშრუტები განიხილება. მოკლედ, დღეს ჩვენ აღარც ნატოს წევრობას ვესწრაფვით, აღარც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მივაჩნივართ ვინმეს, არც დსთ-ში გვეპატიჟებიან და არც არავის მისცემს რამეს ჩვენი ასეთი ნეიტრალიტეტი. ესაა დღევანდელი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ, თუმცა თავი იმით შეგვიძლია ვინ უგეშოთ, რომ მეზობლებისაგან განსხვავებით ტრამპის მშვიდობის საბჭოსთვის 1 მილიარდის მოძიება ნამდვილად არ დაგჭირდება.